ქალები ბიზნესში პროგრამის ფარგლებში 17 მარტს პროგრედიტ ბანკში ქალი მეწარმეებისთვის შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება განკუთვნილი იყო იმ მეწარმე ქალებისთვის, რომლებიც საკუთარ ბიზნესს ფლობენ ან კომპანიის მენეჯმენტში ლიდერულ როლს ასრულებენ კომპანიის ომისა და განვითარების ეტაპის მიუხედავად. ღონისძიების მთავარი სპიკერი თინათი დუხაძე ACT გლობალის მმართველი პარტნიორი იყო. მისი მასტერკლასი თემაზე გაბედე რომ გაიზარდო შეეხო არჩევანს და იმ შინაგან გარდატეხას, რომელიც ცლის ჯერ ლიდერს და შემდეგ მის ბიზნესს. შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა ქალები ბიზნესში პროგრამის შესაძლებლობებისა და ფინანსური ინსტრუმენტების მიმოხილვა და ღია დიალოგი მონაწილეებთან. დღეს პროგრედიტ ბანკის სათავეში მასპინძლობთ ქალი მეწარმეებისთვის მიძღვნილ სემინარსა და ვორქშოპს, რომელზეც განხილული არის ესეთი საკითხები, როგორც არის გამოწვევები ქალი მეწარმეების დაფინანსების მიმართულებით და ასევე ის სერვისები და პროდუქტები, რომელსაც პროგრედიტ ბანკი სთავაზობს ქალი მეწარმეებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებთან და პარტნიორებთან ერთად, როგორიცაა მაგალითად EBRD, ევროკავშირის ბიზნეს ინიციატივები და შვედეთის სამეფო. ჩვენი კომპანია, რომელიც ემსახურება მუსიკალური ინსტრუმენტების პოპულარიზაციას და გახმოვანებისა და განათების სისტემების დანერგვას საქართველოში ძალიან დიდი ხანია თანამშრომლობთ პროგრედიტ ბანკთან. დაახლოებით 10 წელია. მათი მხარდაჭერა წლიდან წლამდე ძლიერდება და ეხლა ჩვენ ჩართული ვართ ბანკთან ერთად პროგრამაში ქალები ბიზნესში. ეს მოიცავს პირველ რიგში ცოდნას, ტრენინგებს, ინფორმაციის მიღებას, იმიტომ რომ ამის გარეშე ის წვლილი, რაც ჩვენ შეგვაქვს ქვეყნის ეკონომიკაში, ესე მარტივად ვერ გაიზრდებოდა. Women in Business პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც პროგრედიტ ბანკის, ევროკავშირის, შვედეთის და EBRD-ის თანამშრომლობით ხორციელდება და ქალი მეწარმეების მრავალმხრივ მხარდაჭერას გულისხმობს. პროგრამის ფარგლებში პროგრედიტ ბანკმა ქალთა მიერ მართულ კომპანიებში უკვე 4 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.